მოგესალმებით ქალბატონ ნინო, გიჭირთ თუ არა თქვენ კომუნიკაცია საკუთარ ამ მრჩეველთან? აი ეს იყო თემა, რაზედაც ჩვენ საუბრობდით ჩვენს ჩართვამდე. ჯერ ამაზე ვიკასუხეთ და შემდეგ გადავიდეთ არჩევნების შეფასებასთან დაკავშირებით. უჭირს თუ არა თქვენს მოძრაობას ამ მრჩეველთან კომუნიკაცია? არა, ჩვენ კომუნიკაცია ამ მრჩეველთან პირდაპირ ნამდვილად არ გვიჭირს. მაგრამ მედია საშუალებებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაგალითად რუსთავი 2-ის ეთერში ჩვენ პრაქტიკულად დაბლოკილი ვიყავით და საერთოდ არ გქონდა შესაძლებლობა რომ დებატებში მონაწილეობა მიგვეღო, საკმაოდ შეზღუდული ვიყავით. თუმცა ეს არ არის ერთადერთი ტელეკომპანია საქართველოში. სხვა ცენტრალურ ტელევიზიებში არ არის ერთადერთი, მაგრამ არის საკმაოდ რეიტინგული, მოდით ვთქვათ. ეხლა რაც შეეხება მე რამდენიმე წუთი მოვისმინე თქვენი სტუმრის გამოსვლის, უბრალოდ სამწუხაროდ არ ვიცი, ვერ ვხედავ ვინ არის თქვენი სტუმარი, მაგრამ დარბაზში საკმაოდ მრავალი ექსპერტი გვყავს, ქალბატონ ნინო, არა, ბოლოს ვინ საუბრობდა? არჩილ გამზარდია საუბრობდა ბოლოს, დიახ. ნუ შემაწყვეტინებ, თორემ მიჭირს პასუხის გაცემა, ხმა ერთმანეთს ედება და მერე ვეღარ გპასუხობთ. უბრალოდ მე მესმოდა თქვენი ბოლოს სტუმრის, ვისაც მე ვუსმენდი ბოლოს შეფასებები და მინდა რომ ძალიან ბევრ რამეში მას დავეთანხმო. მართლაც უცნაური ქვეყანა ვართ ყველაფრით და მათ შორის ამ აჟიოტაჟით, რომელიც არის ეგზიტ პოლებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში, არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არასოდეს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ ზეიმობს, ან არ გლოვობს გამარჯვებას ან წაგებას ეგზიტ პოლების შედეგად. მით უფრო როდესაც ამ ეგზიტ პოლების შემკვეთებმაც და გამომცხადებლებმაც კი გამოაცხადეს, რომ 30% გამოკითხულების უარს ამბობდა ეგზიტ პოლების, ასე ვთქვათ, ეგზიტ პოლებში დაესახელებიან რომელ პარტიას მისცა ხმა. ესე რომ მე აბსოლუტურად არ ვენდობი, რა თქმა უნდა, ამ შედეგებს, მით უმეტეს რომ ჩვენ მე და ჩემმა თანაპარტიელებმა ჩვენს ამ მრჩეველს მოვუწოდეთ არაერთგზის და დღეს განსაკუთრებით, რომ მათ თავიანთი გადაწყვეტილება არ გაეხმოვანებიათ ეგზიტ პოლების ასე ვთქვათ, ჩამტარებლების მიმართ, ასე რომ ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს არის არა რეალობა, არამედ ის, რაც უნდა დაინახოს რუსთავი 2-მა და ნაციონალურმა მოძრაობამ ერთის მხრივ და ბიძინა ივანიშვილმა და იმედმა და რამდენიმე, ასე ვთქვათ, კომპანიამ მეორეს მხრივ. ეს არის ჩემი შეფასება ეგზიტ პოლებთან მიმართებაში, მით უმეტეს, როდესაც აი ეხლა მე მომდის ინფორმაცია, აი ამ ბოლო ინფორმაცია მოვიდა, ვთქვათ, ახალქალაქიდან, სადაც მეორე ადგილზე ვართ მთელ რიგ უბნებზე, არის უბნები, სადაც მესამე ადგილზე ვართ, არის შედარებით მცირე, მაგრამ რამდენიმე უბანი, სადაც ვართ პირველ ადგილზე. და უბრალოდ სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ თურმე, ესე ვთქვათ, ორი პარტია ალახავს ბარიერს საქართველოში, არ გამოვა ეს, ესე ვთქვათ, მცდელობა ცალკეული, ესე ვთქვათ, სპეცსამსახურების, რომ საქართველოში დღეს ორპარტიული სისტემა რას გულისხმობთ, ქალბატონო ნინო, არ გამოვაში, რას მოიმოქმედებთ? რას მოვიმოქმედებ, ამას ვნახავთ შემდეგ, მაგრამ მე არაფერიც რომ არ მოვიმოქმედო, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება, გარწმუნებთ და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს ჩამოემხობა თავზე ადრე თუ გვიან, მაგრამ რაც უფრო სამწუხარო იქნება, ეს ქვეყანაზე იმოქმედებს ძალიან ცუდად, ასეც რომ დარჩეს ყველაფერი როგორც დღეს არის, მაგრამ ეს არ მოხდება კიდევ ერთხელ ვიმეორე. დიდი მადლობა, უღრმეს მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეს იყო ქალბატონი ნინო ბუჯანაძე, რომელიც საკუთარი პარტიის ოფისიდან გვერდებოდა.